ლებარდე იმიტომ დავარქვი, რომ ლებარდეში მყავს ეს. და რახან ლებარდეში რომ მყავს და ის დავარქვით ლებარდე. შრომატევადია ეს ძალიან მთელი ოჯახი მუშაობდა მას ვერადად ჩემი მეუღლე. სად აყავს რამდენი კილომეტრია იქ მთაზე, გზებიც ისეთია რომ ის, მაგრამ უძლევთ რაღაცნაირად ამ სიყვარული და ამ იმით რა თქმა. მოტივაცია გაქვს. კი, ძალიან. ყოველ კვირა იქავარ რომ რაღაცნაირად დავეხმარო, უკვე მეც ჩავიცვი ის და მუშაობ. თავიდან ვითომ ძალიან ძნელი იყო და რაღაცა, მაგრამ თანდათანობით იმ ხელაზე და ისე შეგვიყვარდა და ჩვენ შეუყვარდით ამ ფუტკრებს, რომ დავიწყეთ ამისი ის და ძალიან ყმაყოფილი ვარ. ლებარდეში დაიწყო უკვე 7 წლის უკან. 7 წელია ჩვენ ამას ვაკეთებ. ეს თაფლი ჩვენთვის უცხო არ იყო ჩვენ ოჯახში, მამა ჩემს ყოველთვის ყავდა და ვიცოდით ამისის და მე ჩემი მეუღლე როცა ჩავიდა რაიონში დავიწყეთ უფრო მეფუტკრეობას ვიყევით. ფუტკრის გარდა გვაქვს წამლები, ეს ვიტამინები, ფუტკრის მტვერი, არის აკაციის თაფლი, გვაქვს ცაცხვი და წაბლი და ყვავილები ერთად, გვაქვს ფუტკრის მტვერი. რაც ეს არის ფუტკრის მტვერი, გვაქვს დინდგელი და ყველაფერი რაც არის, რომ ის ფუტკრის რძე, სამკურნალო საშუალება აქვს ძალიან უმაღლეს და თხოვულებენ, უცხოელები თხოვულებენ ამას უფრო. იმას დინდგელის წვეთები გვაქვს სპირტით დამზადებული, გვაქვს ისედაც, ისე რომ ძალიან ისაა და მიახავს. კმაყოფილებიც არიან. ხელი შეგვიწყო აფხაზეთმა, აფხაზეთის საბაჟო სამმრეწველო პალატა რო არ ყოფილიყო, ასე არ ვიქნებოდით. ისე რომ ყველა კმაყოფილები ვართ ამით და ამით ჩვენ თვეში 2-3 ჯერ გამოვდივართ და ამით ძალიან კმაყოფილები ვართ. მარტო ჩვენ კი არა, ჩვენს იგლუვ ყველა. გაგდა რომ წამოვედით რაიონში ძალიან ძნელი იყო ყველაფერი ეს ყველას მოუშვება რომ ძალიან ის, მაგრამ ისევე ჩვენი აფხაზეთის თავრობა და აფხაზეთმა ძალიან შეგვიწყო ხელი და ამისით მოვდივართ აქამდე მოვედით და ისევე თქვენი იმედი გვაქვს და ისევე ჩვენი ხალხის. ძალიან გვინდა რომ განვითარდეთ და ამას ვცდილობთ და ყველანაირად გვინდა რომ უფრო იმაში რომ გავიტანოთ იქით აქამდე ხო თბილისამდე მოვედით და უკვე თბილისი არ უნდათ უკვე იქით უნდა და კი. ეცდები რა ვიცი მიაქვთ იქით აქეთ ყველა კმაყოფილები არიან. იმგონი რომ რაღაცა გამოვა. აფხაზეთში დაბრუნდე და თან წავიყვან ჩემ ფუტკრებს. წარმოგიდგენიათ იქ თქვენი საქმიანობის გაგრძელება? ვაი, როგორ არა, ოღონდ აფხაზეთში იყოს წასვლა და ლაპარაკობ ყველაფრიანად ისინი. ლებარდე გაგრაში აუცილებლად დაიმკვიდრეს თავის ადგილს.